მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები 2021 წელი, მეორე ვარიანტი, ამოცანა ნომერი 23. როდესაც გარკვეული მასის იდეალური აირი იზოთერმულად 1 ლიტრით შეკუმშეს, მისი წნევა 5-ჯერ გაიზარდა. განსაზღვრეთ აირის საწყისი მოცულობა. ესე იგი, მოცემული რა გვაქვს? ჩვენ რომ მოცემული გვაქვს პირველ რიგში შევნიშნოთ, რომ გვეუბნებიან აირი იზოთერმულად 1 ლიტრით შეკუმშესო, ან პროცესი იზოთერმულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ტემპერატურა მთლიანი პროცესის განმავლობაში უცვლელია, უდრის კონსტანტას. ამასთან თუ დავუშვებთ ჩვენ რომ საწყის მომენტში მოცულობა V1 იყო V და გვეუბნებიან რომ იზოთერმულად 1 ლიტრით შეკუმშეს. ესე იგი თავიდან თუ იყო V1 V-სტოლი, საბოლოო მდგომარეობაში ტოლი იქნება V-ს მინუს დელტა V. შემცირდა მოცულობა. სადაც როგორც გვეუბნებიან დელტა V ტოლი არის 1 ლიტრის. რაც შეეხება წნევას საწყის მომენტში P1 თუ იყო P-სტოლი, გვეუბნებიან რომ 5-ჯერ გაიზარდაო. ანუ გამხდარა P2 5 P-სტოლი. და ჩვენი მიზანია გავიგოთ საწყისი მოცულობა იდეალური აირის. ანუ ჩვენი მიზანია ვიპოვოთ V-ს მნიშვნელობა. ახლა პირველ რიგში მოდით ჩავწეროთ კლაპეირონ-მენდელეევის იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება. ესე იგი PV ტოლი არის ნიუ RTS-ი. ახლა რადგანაც პროცესი იზოთერმულია, ტოლობის მარჯვენა მხარში შემოვალ სიდიდეები, ისე როგორც ნიუც, ერიც და ტეც მოცემული მუდმივი სიდიდეებია, ანუ გამოგვდის რომ აქედან PV უდრის კონსტანტას. ანუ აქედან ჩვენ ვიღებთ ეგრეთ წოდებულ ბოილ-მარიოტის კანონს, რომელიც თანახმადაც შეიძლება E და V პროცესის განმავლობაში შეიცვალოს, მაგრამ ეს ტოლობა გვეუბნება, რომ მათი ნამრავლი მთლიანი ამ პროცესის განმავლობაში რჩება უცვლელი. რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აქედან P1 საწყის წნევას თუ გამოვარდნით საწყის მოცულობაზე, რადგანაც მთლიან პროცესის განმავლობაში ამათი ნამრავლი უცვლელია, შესაბამისად P1 V1 ტოლი უნდა იყოს საბოლოო მდგომარეობაში წნევასა და მოცულობის ნამრავლის. ახლა მოდით ამ ტოლობაში შევიტანოთ მოცემულობაში ჩამოწერილი სიდიდეები. P1 პირობით არის P-სტოლი, ანუ დავწეროთ E, გამრავლებული V1 არის V-სტოლი, ეს ტოლი იქნება P2 არის 5 P-სტოლი, გამრავლებული V2-ზე, რომელიც პირობით არის V-ს მინუს დელტა V. ახლა ტოლობის ორივე მხარეს თუ P-ს შევგვეცავთ, გამოგვივა რომ V უდრის 5 V-ს მინუს დელტა V, საიდანაც V ტოლი იქნება 5 V-ს მინუს 5 დელტა V, აქედან კი 4V ტოლი გამოგვივა 5 დელტა V-ს, საიდანაც V ტოლი არის 5 მეოთხედი დელტა V. ახლა თუ გავითვალისწინებთ რომ დელტა V არის 1 ლიტრი, საბოლოოდ მივიღებთ 5 მეოთხედი ლიტრს. ეს კი ტოლი არის 5 მეოთხედი არის 1,1 მეოთხედი ლიტრი, ეს კი ტოლია 1,25 ლიტრის. ანუ საბოლოოდ აირის საწყისი მოცულობა ტოლი ყოფილა 1,25 ლიტრის. პასუხი